მოგესალმებით შემეცნებით YouTube არხზე Science. ჩვენი არხი შეიძლება ითქვას ვიდეო ენციკლოპედია, ასე რომ გამოიწერეთ და გაიგეთ სიახლეები სამეცნიერო ჟურნალებიდან. გიფიქრიათ თუ არა იმაზე არსებობს თუ არა სიცოცხლე სხვა პლანეტაზე და რამდენად განვითარებულია ის. ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ინტელექტუალური არამიწიერი სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები შესაძლოა გაცილებით ნაკლებად გავრცელებული იყოს, ვიდრე აქამდე ეგონათ. ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა მანუელ შერფმა და ჰელმუტ ლამერმა ჰელსინკიში ევროპლანეტების მეცნიერების კონგრესსა და პლანეტარული მეცნიერების განყოფილებაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადეს. ფილების ტექტონიკის საკმარისი ნახშირორჟანგისა და ჟანგბადის არ მქონე პლანეტები შესაძლოა ჩვენნაირი განვითარებული ცივილიზაციების არსებობას უკიდურესად იშვიათს ხდიდეს. იმისათვის, რომ ბიოსფერო საკმარისად დიდხანს შენარჩუნდეს და შესაძლებელი გახდეს რთული სიცოცხლის ევოლუცია დედამიწის მსგავსმა პლანეტამ უნდა დააკმაყოფილოს გარკვეული კრიტერიუმები. პირველ რიგში ნახშირორჟანგის ბალანსი. ამ ბალანსის გასაღები ფილების ტექტონიკა, რომელიც არეგულირებს ატმოსფერული ნახშირორჟანგის რაოდენობას ნახშირბად-სილიკატური ციკლის მეშვეობით. მაგრამ ფილების ტექტონიკა ბიოსფეროს სამუდამოდ ვერ შეინარჩუნებს. გარკვეულ მომენტში ატმოსფეროდან საკმარისი რაოდენობის ნახშირორჟანგი გამოიყოფა, რათა ფოტოსინთეზმა შეწყვიტოს მუშაობა. დედამიწის შემთხვევაში ეს დაახლოებით 200 მილიონიდან დაახლოებით 1 მილიარდ წლამდე მოხდება. განვითარებული ცივილიზაციის განვითარებისთვის პლანეტას უნდა ჰქონდეს აზოტ-ჟანგბადის დომინანტური ატმოსფერო. კერძოდ, ჟანგბადი გადამწყვეტია არა მხოლოდ ბიოლოგიისთვის, არამედ ტექნოლოგიური წინსვლისთვისაც. მაგალითად, დაახლოებით 18%-ზე ნაკლებ ჟანგბადის დონემ შეიძლება ხელი შეუშალოს ცეცხლის გამოყენებას, რომელიც ისტორიულად აუცილებელი იყო ლითონის დამუშავებისთვის და შესაბამისად, მოწინავე ხელსაწყოების განვითარებისთვის. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ თუ ჩვენ სირმის ნახტომის გალაქტიკაში განვითარებული ტექნოლოგიური ცივილიზაცია იარსებებდა დედამიწასთან ყველაზე ახლოს, სავარაუდოდ დაახლოებით 33,000 სინათლის წლის დაშორებით იქნებოდა. ასეთ ცივილიზაციას ასევე უნდა იარსება მინიმუმ 280,000 წელი ჩვენთან კავშირის დასამყარებლად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ჩვენ ირმის ნახტომში სხვა ინტელექტუალურ ცივილიზაციასთან ერთად ვიარსებებთ. მიუხედავად იმისა, რომ უცხო პლანეტელები შეიძლება იშვიათი იყოს, ამის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს არის მისი ძიება. თუ ეს ძიებები ვერაფერს აღმოაჩენენ, ეს ჩვენს თეორიას უფრო სავარაუდოს გახდის. თუ სეტი რამეს მაინც იპოვის, მაშინ ეს იქნება ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო გარღვევა, რაც კი ოდესმე მიღწეულა, რადგან გვეცოდინება, რომ სამყაროში მარტო არ ვართ. განაცხადეს სტატიის ავტორებმა. გამოიწერეთ ჩვენი არხი, მე კი გემშვიდობებით.